Am ადგილიდან ვიწყებთ ულამაზესი ადგილის დათვალიერებას, რომელსაც ქვია კუენკა. Გსმენიათ ამ ქალაქის შესახებ? შეიძლება არა, მაგრამ რასაც ამ ვიდეოში ნახავთ, დაუვიწყარი იქნება თქვენთვის. გამომყევით. იმისთვის რომ კუენკას ყველაზე ლამაზი ნაწილი განახოთ, აუცილებლად ამ ბილიქს მაღლა უნდა ავუყვეთ და ვნახოთ კუენკას სავიზიტო ბარათი, რომელიც არის Casas Colgadas, ანუ დაკიდული სახლები. და მოვადექით კუენკას სავიზიტო ბარათს, დაკიდულ სახლებს. სხვათა შორის ესპანეთში ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ, როგორ დაუძახონ ამ სახლებს, Casas Colgadas თუ Casas Colgantes. რეალურად ორივე დაკიდულს ნიშნავს, თუმცა დებატები დღემდე გრძელდება. ეს ლამაზი და უნიკალური სახლები მე-15 საუკუნეში აშენდა. თავიდან იყო რა თქმა უნდა კერძო სახლები, მაგრამ დღესდღეობით არის მუზეუმი და რესტორანი. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს მე-15 საუკუნეში, რომ სახლები ჩამოეკიდათ და არა მიწაზე დაეშენებინათ ჩვეულებრივ. ამის ორი ვერსია არსებობს და ჩემი აზრით ორივე სარწმუნოა. პირველი ვერსიის თანახმად ეს სახლები ძირითადად ეკუთვნოდათ მოვაჭრეებს და მეთევზეებს, რადგან ეს სახლები პირდაპირ გადაჰყურებს მდინარეს, ამიტომ მეთევზეებს პირდაპირი კავშირი ექნებოდათ მდინარესთან და ასე უფრო მარტივად გააკეთებდნენ თავის საქმეს. მეორე ვერსიის თანახმად კი პირიქით ეს სახლები ეკუთვნოდათ მდიდარ ადამიანებს, მათ უნდათ რომ თავიანთი ქონება გამოემზეურებინათ ყველას თვალწინ და ამიტომ რატომაც არა იფიქრეს, მოდი ავაშენოთ სახლები იქ, სადაც სხვები ვერ ააშენებენ. მე რატომღაც მეორე ვერსიის უფრო მჯერა, იმიტომ რომ ბევრი ფული რომ მქონდეს და შემეძლოს რომ ესეთ ადგილას სახლი ავაშენო, ნამდვილად ავაშენებდი თან ულამაზესი ხედი მექნებოდა წინ. ჩემს უკან არის სან-პაბლოს ხიდი. არ გავამახვილებდი ამ ხიდზე ყურადღებას, რადგან ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თანამედროვე კონსტრუქციაა, თუმცა დაბლა თუ დაუკვირდებით, ეს ხიდი მე-16 საუკუნეში აშენდა და იყო ნაშენები ქვით, შედარებით ლამაზი, ბევრად ისტორიული, თუმცა მე-19 საუკუნეში ჩამოინგრა და ამიტომ მოუწიათ, რომ უბრალოდ თავიდან აეშენებინათ. რა თქმა უნდა, ხიდის მთავარი დანიშნულება ყველა დროში არის ერთი ადგილი დააკავშიროს მეორეს, იმიტომ რომ შუაში გადის მდინარე. სან-პაბლოს ხიდით ზუსტად ამ დანიშნულებით აშენდა კუენკას Casco Antiguos, ანუ ძველ ნაწილს აკავშირებდა სან-პაბლოს მონასტერთან, რომელიც არის მდინარის მეორე მხარეს. მე ძალიან მიყვარს ლეგენდები, ხო და ერთ თქვენც მოგიყვებით. აი აქ ხომ ხედავთ დაკიდულ სახლებს და აი იქით მონასტერს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ამ სახლში ცხოვრობდა მდიდარი ქალბატონი, რომელსაც შეუყვარდა აი იქ მცხოვრები ბერი, ანუ მონასტერში მცხოვრები ბერი. რა თქმა უნდა, მათ არ შეეძლოთ რომ საჯაროდ თავიანთი სიყვარული დაენახებინათ ხალხისთვის, ამიტომ გადაწყვეტეს რომ დამალულიყვნენ ხოლმე და ღამე ენახათ ერთმანეთი, ზუსტად აი ამ ხიდზე, აი ესე გადაკვეთავდნენ ხოლმე და ხვდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა გაუგეს ეს ამბავი ბერს, ხო და დასაჯეს. ქალს კი თავისი დაკარგული სიყვარულის გამო აღარ შეეძლო ცხოვრება და გადაეშვა ამ ხიდიდან. ესეთი ლეგენდა არ ვიცი ნამდვილია თუ არა, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მისტიურს ხდის ჩემი აზრით ამ ყველაფერს ეს ლეგენდა. ეს სხვათა შორის ლეგენდის თანახმად აი ამ ხიდის ქვეშ ისევ ისმის ამ ქალის ჩურჩული. 2021 წელს 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც UNESCO-მ კუენკა შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, იმიტომ რომ კუენკას Casco Antiguo, ანუ ძველი ქალაქი, შენარჩუნებულია იმ სახით, როგორც შუა საუკუნეებში და ზუსტად ამ დამსახურების გამო არის ის UNESCO-ს ძეგლთა დაცვის სიაში და დამეთანხმებით, რომ ნამდვილად იმსახურებს ამ ადგილს. როდესაც ესპანეთის ქალაქებზე და მის ისტორიებზე გიყვებით, შეუძლებელია რომ არ გავიხსენოთ, რომ ესპანეთი მე-8 საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს. შესაბამისად, მე-15 საუკუნემდე არაბების გავლენა ესპანეთში საკმაოდ შესამჩნევია. რაც შეეხება მე-10-11 საუკუნეებს, ესპანელები ნელ-ნელა იწყებენ ქალაქების განთავისუფლებას. ზუსტად მე-12 საუკუნეში, კერძოდ კი 1177 წელს, ზუსტად ალფონსო მერუემ, რომლის ზეგლსაც ხედავთ ახლა, მოახდინა კუენკას რეკონკისტა. თუ თვლი რომ ვიდეო საინტერესოა, მოიწონე, გააზიარე და რა თქმა უნდა გამოიწერე ჩვენი გვერდი, რომ არ გამოგრჩეს შემდეგი.
კუენკას მისტიურობა იცით რაშია? მოდიხარ ასეთ ჩვეულებრივ ქუჩაზე, რაც მანამდეც ბევრჯერ შეგვხვდა, მაგრამ აი ესე მოიხედები და ხედავ აი ამ სასწაულს Cristo del Pasadizo, რომელსაც აქვს როგორც რელიგიური, ასევე რომანტიკული დატვირთვაც და ახლა მოგიყვებით. რატომ ქვია ამ ადგილს Cristo del Pasadizo? პირველ რიგში იმიტომ, რომ Pasadizo ესპანურად ნიშნავს გვირაბს, გასასვლელს და როგორც ხედავთ, აი ამ სახლების ქვეშ არის პატარა გასასვლელი, ქუჩა, სადაც არის ქრისტეს ქანდაკება. ქრისტეს ქანდაკება 1682 წელს შეიქმნა. მისი დიდი პოპულარობისა და მოსახლეობის რწმენის გამო საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ მოიპარეს, ამიტომ ახლა მას რკინის გისოსები იცავს. ასევე ხალხში გავრცელებული იყო წარმოდგენა, რომ ის სასწაულებს ახდენდა. დღესდღეობით ორიგინალი ქანდაკება ინახება ეპარქიის საარქივო კოლექციაში, ხოლო ქუჩაში მისი რეპლიკა დგას. ლეგენდის მიხედვით ახალგაზრდა ხულიანი ომში წასვლამდე ქრისტეს ქანდაკებასთან მარადილ სიყვარულს შეჰფიცავს ინესს. ამასობაში ინესი სხვაზე დაქორწინებას გადაწყვეტს და ტრაგიკული დუელის შემდეგ მეტოქესთან ხულიანი დაიღუპება. ინესი მონასტერში წავა, ხოლო ქრისტო რჩება მათი სიყვარულის და ტრაგედიის სიმბოლოდ. ახლა კი გადავინაცვლოთ სავახშმოდ და გაგაცნობთ კუენკას ტრადიციულ კერძს Los Zarajos. ეს არის ცხვრის ნაწლავები და როგორც უდადაც არ უნდა ჟღერდეს, მისი სახელი უგემრიელესი იყო. აქ პირველად ვაგემოვნებთ მეც და ალვაროც. არაჩვეულებრივი ვახშმის შემდეგ მალევე დავიძინეთ და მეორე დღეს უფრო ენერგიულად შევუდექით კუენკას დათვალიერებას. გათენდა მეორე დღე, ცოტა ცუდი ამინდია წვიმს, მაგრამ ნამდვილი შემოდგომური, ჩემი აზრით. ¿Te gusta ese tiempo? ¿Podemos hacer algo? Sí, bueno, a ver, está un poco la cosa, me parece que nos puede llover bastante en cualquier momento, pero bueno, más Tenemos otoño. paraguas. Sí, hemos comprado ahí unos Estamos paraguas, preparados. estamos ready. Pues entonces vamos a empezar el día Venga, 2 de que Cuenca. que vamos a enseñar más cosillas. Venga. სანამ კათედრალამდე მივალთ, შეუძლებელია, რომ რამდენიმე ადგილას არ გავჩერდეთ. ერთ-ერთი მათგანი არის აი ეს ეკლესია, რომელიც ჩემს უკან არის და ახლა მივდივართ Torre Mangana, ასე ქვია აი ამ კოშკს, რომელიც თავდაცვითი მიზნებისთვის იყო აშენებული. წავა. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად იზრდები, მით უფრო აფასებ ლამაზ ადგილებს. აი მაგალითად, კუენკა რამდენიმე წლის წინ მაქვს ნანახი ზაფხულში და იმდენად ვერ აღვფთოვანდი, მაგრამ თან წვიმს. მაგრამ აი დღეს ამ ყველაფრის ნახვა მე არ ვიცი რაღაცა გული ამივსო. აი ეს ბუნება, ეს კონტრასტი ზოგადად რაც არის აქ მაუსებს და არ ვიცი, უნდა დავაფასოთ ის ყველაფერი რაც გვაქვს. Lo que estoy diciendo es que hay que apreciar todo. Es muy bonito, vamos. Sí. En pocas palabras. Y tú también estás más impresionado, Sí, ¿no? ahora estoy todavía más. Me he dado cuenta de lo bonito que es Cuenca. Todavía más que antes. Y ese lluvia también me encanta ahora que está. Sí, nos estamos mojando, así que vamos a continuar un poquito. Sí, venga. და უბრალოდ გიტოვებთ აი ამ ულამაზეს კადრებს და დატკბით. ცუდი ამინდის მიუხედავად, მაინც ამოვაღწიეთ კოშკთან, რომელსაც ქვია Torre Mangana. როგორც ხედავთ, აი იქ ზემოთ არის საათი და ასევე ზარები, რომლებიც ქალაქს ძველ დროში ამცნობდა ხოლმე დროს და ასევე მნიშვნელოვან ამბებს. ახლა ეს კოშკი, რა თქმა უნდა, თავისი საწყისი მდგომარეობით აღარ აქვს ის ფუნქცია, თუმცა ტურისტებისთვის არის ღია და შეგიძლიათ მოინახულოთ. მოგზაურობის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ არ იცი სხვადასხვა კუთხეში რას აღმოაჩენ. კუენკა ნამდვილად მალავს ძალიან დიდ საიდუმლოებს ყველა ქუჩაზე და კუთხეში. აი ახლა შემოვუხვიეთ აი იმ კოშკიდან ამ ქუჩაზე და აი ესეთი ეკლესია დაგვხვდა, აქეთ სემინარია და აქეთ კი მუზეუმი მეცნიერების. დამეთანხმებით, რომ ძალიან მაგიურია, იმიტომ რომ არ იცი, როდის რა შეგხვდება და ეს შეგრძნება ძალიან მიყვარს მოგზაურობის დროს.
სანამ კათედრალში შევალთ, ორი სიტყვით მოგიყვებით კუენკას ისტორიაზე. ის დაარსდა მე-8 საუკუნეში არაბების მიერ. შემდეგ კი უკვე ალფონსო მე-8-მ მე-12 საუკუნეში რეკონკისტას პერიოდში გაანთავისუფლა კუენკა. სწორედ მე-12 საუკუნეში მეფე ალფონსო მე-8-ის განკარგულებით აიგო აიეს კათედრალი, რომელსაც ხედავთ ჩემს უკან. იგი არის პირველი გოთიკურ სტილში აგებული ტაძარი და დამეთანხმებით, რომ ძალიან ლამაზია. ახლა შევიდეთ და ვნახოთ, რას გვიმზადებს შიგნით ეს ულამაზესი კათედრალი. კათედრალი გამორჩეულია დიდი დარბაზებით, მაღალი თაღებით და შთამბეჭდავი ჯვრის გუმბათებით. მთავარი ფასადი ცნობილია სარკმლებით, რომელიც მზის სხივებს ულამაზეს ფერებად გარდაქმნის. საუკუნეების განმავლობაში კათედრალში მრავალი ცვლილება განხორციელდა. მე-16 საუკუნეში დაემატა რენესანსის დეტალები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კათედრალის ორღანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კასტია-ლა-მანჩას რეგიონში. კათედრალში შეგეძლიათ იხილოთ ბაროკოს სტილის კაპელები, ფრესკები, ქანდაკებები და რა თქმა უნდა მთავარი საკურთხეველი, სადაც ქალაქის რელიგიური ცერემონიები ტარდებოდა. კუენკას კათედრალი არ არის მხოლოდ ტაძარი, ის არის ქალაქის ისტორიის მომსწრე, შუა საუკუნეებიდან რენესანსამდე და თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ლამაზად შეერწყმება გოთიკური ხელოვნება ესპანეთს. თუ კუენკაში მოხვდებით, კათედრალი აუცილებლად უნდა ნახოთ. რადგან რომ დაგემშვიდობოთ აი ამ ულამაზესი ხედიდან, Álvaro, yo creo que es el mejor sitio, ¿no? Para despedirse. La verdad es que, joder, con esta vista ahí que se ve, mira, detrás de ti el ayuntamiento, un poco la plaza, estas casas tan coloridas, Sí. creo que está bastante bien. Y estamos en la catedral, en la torre de la catedral. Que tenéis que visitar obligatoriamente si venís a Cuenca. Sí, y bueno, ქართულად გავაგზავნებ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გინდათ რომ კიდევ სხვა ვიდეოებიც ჩავწეროთ, დალაიქეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ და რა თქმა უნდა გამოგვიწერეთ. Y prepararos para lo siguiente, que habrá Eso más. es. Hasta luego, hasta la próxima. Hasta la próxima.